ეს ჩვენ პატვის მივაგებთ იუნკერების ხსოვნას, რომლებმაც თავი შესწირეს ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას და მათი თავგანწირვა, მათი თავშეწირვა არის სწორედ რამაც მოიყვანა დღემდე ჩვენი სახელმწიფო და თავისუფლების ბრძოლას ყოველთვის აქ აზრი რაც არ უნდა აღმატებული იყოს ტერორის ხოვნებით და სწორედ ასეთი თავგანწირვით ჩვენმა წინაპრებმა და ამ შემთხვევაში იუნკერებმა, რომლებმაც ბოლშევიკებს გაუწიეს წინააღმდეგობა ურიც მტერს შეებრძოლნენ იმისათვის რომ დაეცვათ თავისუფლება, მათ მოგვცეს მაგალითი თუ როგორ უნდა იბრძოლოს შენი ქვეყნისთვის თავისუფლებისთვის და მზად უნდა იყოს თავშეწირისთვის საქართველოს გადასარჩენად. 104 წელი გავიდა იმის შემდგომ, რაც ჩვენმა წინაპრებმა გვაჩვენეს გმირობის მაგალითი რუსულ იმპერიასთან უშეღავათო ბრძოლაში და დღეს ჩვენ ვართ აი ამ ბრძოლის გადამწყვეტ ეტაპზე, როდესაც საბოლოოდ უნდა დამარცხდეს რუსული ბოროტების იმპერია საქართველოში, საბოლოოდ უნდა დამარცხდეს უკრაინაში, საბოლოოდ უნდა დამარცხდეს მოლდოვაში და სხვა ქვეყნებში, იმიტომ რომ რუსული იმპერიის ხანა უნდა ჩაბარდეს წარსულში და მათ შორის საქართველოში არის ძალიან მნიშვნელოვანი აი რუსეთის იმპერიის ბოლო ნარჩენები გავისტუმროთ და დავასრულოთ ის გზა, რაც ასე გმირულად განვლეს ჩვენმა წინაპრებმა სხვადასხვა დროს, მათ შორის რა თქმა უნდა 1921 წლის თებერვალი არის ის პერიოდი, რომელიც არის ერთ-ერთი გმირული ეპოქა გამომდინარე იქიდან, რომ მართლა უშეღავათო ბრძოლაში ჩაერთენ ოკუპანტებთან. დღეს არის ერთი მხრივ ტრაგიკული დღე, ეს არის ჩვენ ქვეყნის ოკუპაციის დღე, მეორე მხრივ ეს დღე გვახსენებს, რა თქმა უნდა, ქართველების გმირობას, თავგანწირულ ბრძოლას დამოუკიდებლობისთვის და ეს დღე უნდა გვახსენებდეს ჩვენ, რა თქმა უნდა, იმას, რომ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა ეს არის მუდმივი პროცესი, ჩვენ მუდმივად უნდა ვიბრძოდეთ იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა და მაგალითი უნდა ავიღოთ ჩვენი გმირებისგან. ამავე დროს ეს დღე გვახსენებს თუ რამდენად რთულ რეგიონში ვართ ჩვენ. გამოწვევები ჩვენი დამოუკიდებლობის მიმართ ყოველთვის იყო. 1921 წელს სამწუხაროდ ჩვენ ვერ შევძელით, რომ ჩვენი დამოუკიდებლობა შევგენარჩუნებინა. მაშინაც ხედავდით ქართველებს, რომლებიც ნაწილი იყვნენ ჩვენი დამოუკიდებლობის ხელყოფისა, მაშინაც იყვნენ ქვეყნები, ჯგუფები უცხოეთიდან, რომლებიც გვპირდებოდნენ მხარდაჭერას, გვერდში დგომას, მაგრამ საქმეზე რომ მიდგა, ჩვენი იუნკერების, ჩვენი ჯარისკაცების დასაცავი გახდა ეს ქვეყანა. ქვეყანამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა ის, რომ მზად არის თავისი საკუთრების, თავის სამშობლოსთვის საბრძოლველად და დასაცავად. როდესაც ბევრ რამეზე ვფიქრობთ და ვსაუბრობთ, ჩვილებს ვზრდით, ერთი რამე უნდა გვახსოვდეს, რომ დღეს ყველა მუხლმოდრეკით და ქედმოდრეკით ამოვდივართ ესეთ ადგილებზე, სადაც უკვდავება ყოფეს ჩვენმა გმირებმა. გვახსოვდეს ისინი, გვახსოვდეს ერთმანეთი და გვახსოვდეს ეს ქვეყანა. 25 თებერვალი არის ყველა ჩვენთვის ძალიან მძიმე დღე, მაგრამ ამავე დროს ძალიან დიდი იმედის დღე. ეს არის იმის სიმბოლო, რომ ქართველები არ თმობენ არც დამოუკიდებლობას, არც თავისუფლებას, რაც არ უნდა იყოს რთული პირობები. ვინც დღეს აქ მოვიდა და მოკიბულენით რუსეთიც ვერ ახსენა, ის არ არის ამ ადამიანების სულის წრფელი მართლაც მეხოტბე და ერთგული. იმიტომ რომ ეს ადამიანები, ეს ახალგაზრდები, ვინც ტაბახმელაზე და კოჯორში იბრძოდნენ ბოლომდე, იბრძოდნენ, კი არ დაუთმეს ქვეყანა, კი არ დაწვენ, კი არ დაიჩოქეს. იდგენ და ერთმანეთს ეხმარებოდნენ, ერთმანეთს გადაიფარებდნენ და იყვნენ მდგრად იმთვის, რომ ეს ქვეყანა ყოფილიყო თავისუფალი და დამოუკიდებელი და დღეს თუ ჩვენ ვართ თავისუფალი და დამოუკიდებელი, ჩვენ სწორედ ვართ მემკვიდრეები იმ ბრძოლის, იმ შემართების, იმ ქვეყნის მიმართ ერთგულების, რამაც მოგვიყვანა დღემდე.